სკარლეტსა და ჰანსოლს მასწავლებელმა ამოსახსენელად წრფივი განტოლებები მისცა. ორივე გარკვეული ნაბიჯების შემდეგ ქვემოთ მოცემულ განტოლებათა სისტემებამდე მივიდა, აქ მაქვს მოცემული მასწავლებლის საწყისი სისტემა, აქ სკარლეტის და ჰანსოლის მიერ მიღებული სისტემები. რომელმა მიიღო მასწავლებლის მიერ მიცემული განტოლებათა სისტემის ექვივალენტური სისტემა. მოდი დავაკვირდეთ. ესე იგი, პირველი რაც მოხდება თვალში არის რა? რომ სკარლეტის სისტემაში მაქვს 14x-7y როგორც მასწავლებლის სისტემაში, ოღონდ განსხვავება ის არის, რომ აქ მასწავლებლის სისტემაში ეს 14x-7y უდრის 7-ს და სკარლეტის სისტემაში 14x-7y უდრის 2-ს. სხვადასხვა რამეს უდრის. მე თუ მინდა რომ ვიცოდე, რომ სკარლეტის განტოლებათა სისტემა ექვივალენტური არის მასწავლებლის განტოლებათა სისტემის, მაშინ მჭირდება რომ ამ სისტემებს ერთნაირი ამონახსნები ჰქონდეთ. მაგრამ წესით და რიგით, აი ამ განტოლებას ვერანაირად ვერ უნდა ჰქონდეს იგივე ამონახსნი, რაც აი ამ განტოლებას. არ იქნება, არ დაემთხვევა, ანუ მჭირდება რომ განტოლებები ემთხვეოდეს, ხო და ეს არ ემთხვევა. ეხლა, რატომ არ ემთხვევა? იმიტომ რომ შეფარდება აი ამ ცვლადებს შორის, ხო? არ არის იგივე, ერთი და იგივე არ არის, ანუ უпростоრად ეს არის ერთი და იგივე, მაგრამ შედეგი არ არის ერთი და იგივე. ანუ აქ არის 7 და აქ არის 2. უკეთ რომ გაიგოთ, რას ვამბობ, გადმოვწერ კიდეც. ესე იგი, მექნება აქედან გამომდინარე რა, რომ -7y ტოლი არის -14x დამატებული 7-ის, ხო? ანუ -14 გადავიტანე უბრალოდ სამხარეს. ეხლა -7-ზე გავყოფ ყველაფერს, აქედან გამომდინარე y ტოლი გამოდის 2-ს, კი არა და 2x გამოკლებული 1-ის. აი ესეთი არის y. ეხლა უცებ რომ დავხაზო მე აქ რიცხვითი ღერძი, ეს არ მომწონს. ცოტა გავწერ ესე. ესე იგი, რიცხვითი ღერძი რომ დავხაზო, უცებ და ამაზე ავაგო 2x - 1. ეს იქნება რა? ნუ -1-ზე გაივლის აშკარად, თქვა აი აქ იყოს -1 და იქნება დაახლოებით, ნუ 2. ამიტომ იქნება აი ესეთი ვიღაც. დაახლოებით აი ესეთი ვიღაც. აი ესე გაივლის. წავაზემოთ. ახლა ანალოგიურად რომ შევხედო მე, ანუ ეს ხო არის გადმოწერილი აქედან, ანუ მასწავლებლის სისტემიდან. ახლა ანალოგიურად რომ შევხედო სკარლეტის სისტემას, სკარლეტის სისტემის მიხედვით მექნება რომ -7y ტოლი არის -14x დამატებული 2-ის, აქედან გამომდინარე y ტოლი გამომდის 2x - 2/7-ის და არა -1-ის. ანუ ეს გაივლის -2/7-ში და არა -1-ში. და დაახლოება იგივე ექნება, ამიტომ პარალელური იქნება მასწავლებლის აი იმ განტოლების. ანუ საქმე ისაა, რომ არ ექნება თამათ მოკლედ ერთნაირი ამონახსნები. შესაბამისად გამოდის, რომ სკარლეტის სისტემა პირდაპირ არ არის ექვივალენტური მასწავლებლის სისტემის. ახლა ჰანსოლისას რომ დავაკვირდე, ანალოგიური პრობლემა მაქვს. აქ მაქვს 5x - y უდრის 3-ს, აქ მაქვს 5x - y უდრის -6-ს. ისევ და ისევ მაქვს მარცხენა მხარე ერთი და იგივე, მარჯვენა მხარე განსხვავებული, შემიძლია ანალოგიურად ავაგო და ვაჩვენო, რომ მათ არ ექნებათ ერთნაირი ამონახსნები. ამიტომ პირდაპირ გამოდის, რომ არც ჰანსოლს აუგია ისეთი სისტემა, რომელიც იქნება მასწავლებლის სისტემის ექვივალენტური.